აბსოლუტურ უმრავლესობას სოფლიოში აწუხებს სიცოცხლის განმავლობაში ადამიანთა მოდგმის უმრავლესობას, რომ დაძაბული ტიპის თავისკივილი არ ქონდეს. ერთი არის ის 70%, ვისაც ცხოვრებაში ერთხელ ან რამოდენიმეჯერ გადაუტანია, თუმცა მეორე სტატისტიკაც არის ქრონიკული თავისკივილი. ეს არის ორი ცუდი ბიჭი, რომლებიც ქუჩაში ერთმანეთს აფუჭებენ. სადაც არ გინდა რომ იამხანაგონ. შვილო არ იმეგობრო, მასთან ის ცუდი ბიჭია. ანუ ფსიქიკური პრობლემა, ისეთ როგორც არის მაგალითად შფოთვა, დეპრესია, ნებისმიერი სხვა. შესაძლებელია პირველად გახდეს მიზეზი დაძაბულობის თავისკივილის გამო. რამდენი ოჯახი დაინგრა, რამდენმა შვილი ვერ გაზარდა ჯეროვნად. არ გააჩინა კიდევ ერთი შვილი, ბავშვის მოსწრება, საკუთარი კარიერა, წარმატებად მიუღებელი სიამოვნება, გაცნენილი დაბადების დღეები, არ წასვლა მივლინებაში, არ წასვლა დასასვენებლად. პაციენტი უნდა იყოს ბედნიერი, თუ გამოკვლევებს არ დაუნიშნავს ექიმი. მაგრამ ჩუმად იღებენ თავს მერე. შენთან არ მოდიან, იმიტომ რომ ფიქრობენ, რომ ცარიელ ხელებით რა თმინდა მისვლა. ანუ საქართველოში არ ცემენ პატივს ექიმის აზრს. მოგესალმებით ჩვენ პოდკასტში. როცა კლინიკა იკეტება სივრცეში, სადაც ფსიქიკურ პრობლემებთან დაკავშირებული და ხშირად უჩინარი საკითხები ღიად განიხილება. დღევანდელი ჩვენი პოდკასტის თემაა დაძაბულობის თავისკივილი და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან მისი ჩუმი დიალოგი. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ბატონი გოგიტა გეგლაშვილი, თავისკივილის საზოგადოების პრეზიდენტი, გამოჩენილი ექიმი ნევროლოგი. კეთილი იყოს თქვენი დიდი მადლობა საოცარ სივრცეში, საოცარი სილამაზეა, ესთეტიკაა და ალბათ პირველ რიგში სამეცნიერო დაწესებულება უნდა იყოს ამ ესთეტიკით გამშვალული, ეს არის პირველი და შემდეგ უკვე კარგი ექიმები უკვე ამას ამშვენებენ და გვირგვინს ადებენ ამას ყველაფერს. დიდი მადლობა. მადლობთ მოწვევისათვის. ჩემთვის და ალბათ ჩვენი მაყურებლისთვის იქნება საინტერესო ის, როდესაც ფიზიკური ჯანმრთელობის, სომატური ჯანმრთელობის და ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტები ერთმანეთს დავაკავშირებთ ხშირად ისეთ დაავადებებს, რომელიც შეიძლება ადამიანებისთვის, ჩვეულებრივი ადამიანებისთვის რაღაცნაირად ერთმანეთში ვერ კავშირდებოდეს და ვერ ასოცირდებოდეს, რომ ამ პრობლემას აქვს ორი მხარე. ეს არის ფსიქიკა და ეს არის ფიზიკური დარღვევა ორგანიზმში და ალბათ თავისკივილიც არის ერთ-ერთი ის თემა, რომელიც ორი სპეციალობის შეიძლება ვთქვათ, ეს არის ნევროლოგია და ფსიქიატრია, ერთობლივი მუშაობის თემა არის როგორც წესი და ხშირად. და ალბათ დაძაბულობის თავისკივილიც არის ერთ-ერთი ის თემა, რომელსაც ძალიან მკვეთრად გამოხატული აქვს ორი მხარე, ეს არის ფიზიკური მხარე და ეს არის ფსიქიკის მხარე. და ზოგადად რომ შევადაროთ სხვა თავისკივილებს, რომ გავადულდეს ჩვენს მენელს, მათი ერთმანეთის დაძაბული თავისკივილი, დაძაბულობის თავისკივილი ყველაზე გავრცელებული თავისკივილის ფორმაა. იგი საერთაშორისო კლასიფიკაციაში მოიხსენიებოდა ძველი სახელით მარტივი თავისკივილი. მარტივი თავისთავად ნიშნავს, რომ არ არის მაგალითად რაიმე თავის ტვინის ისეთ პათოლოგიასთან, რომელსაც სასწრაფო ოპერაცია ჭირდება, დაუშვათ ან ჩარევა, ან რაღაც ძალიან ჯანმრთელობის თითქოს და დიდ შელახვასთან არის დაკავშირებული და ამიტომ მარტივი ამავე დროს არის სიმპტომატიკა მარტივი. არის თავისკივილი და პაციენტები ეძებენ სიტყვებს, როგორ მოგიყვნენ თავისკივილი. მაშინ, როდესაც არის თავის გასკდომის, თავზარდამცემი თავისკივილი, როდესაც უხსიტყვიანები არიან, შაკიკის დროს, საუბრის დროს, ვერ ნაყრდებიან იმით, რომ მოგიყვნენ იმდენი რამე სიმპტომები შეიძლება გითხრან. შესაბამისად, მაგრამ სიმარტივესაც აქვს თავისი საზომი. რაოდენობრივი ბიობა თვისობრიობაში გადადის, ხო? ეხლა ცუდ არ გეშვება, ქრონიკულია, ხელს გიშლის ცხოვრებაში და რაღა მარტივია მაშინ, ხო? თვითონ გავრცელება აბსოლუტურ უმრავლესობას სოფლიოში აწუხებს სიცოცხლის განმავლობაში
თითქმის არტოვებს პაციენტების უმრავლესობას, კი არა, ადამიანთა მოდგმის უმრავლესობას, რომ დაძაბული ტიპის თავისკივილი არ ქონდეს. მაგრამ სტატისტიკა არის ძალიან საინტერესო. სტატისტიკა იმის მიხედვით, რა მეთოდით არის ჩატარებული ეპიდემიოლოგიური კვლევა, ძალიან დიდი ფართო დანმდე აქვს. ზოგიერთი ევროპული ქვეყნები 70%-მდეც მიუთითებენ. ზოგი ამბობს თავშად 50%-ს. ზოგიერთ ქვეყნებში 50%-ზე ნაკლებიც არის, მაგრამ იცით რა არის? ეპიდემიოლოგიური კვლევების დროს მთავარი არის ის, რომ რაც არა დრამატულია, ის ფორმები არ ხვდება იმ კვლევებში. შესაბამისად, ძალიან ადვილი დასათვლელია მაგალითად ავტოშემთხვევები, ავარიები და ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოტეხილი ძვალი, რომელიც არსად არ იმალება ამის სტატისტიკა, უფრო ახლოს არის ჭეშმარიტებასთან. აი აქ ძალიან დიდი განსხვავებაა. იმის მიხედვით ადამიანი თვლის თუ არა თავს ცუდად, ავადმყოფად. უფრო მეც გეტყვით, შემხედრია პაციენტები, რომელთაც უთქვამთ, რომ ქალს უნდა ტკიოდეს თავი, აბა რა. ანუ იმდენად საზოგადოებისთვის ეს თავის ტკივილი თითქოს ესეთია მისაღები და ყველგანყოფია, რომ არც უკვირთ. შესაბამისად ნებისმიერი ექსპერიმენტი ჩატარდა, სადაც ქალბატონები მამაკაცებს იშვიათად, თუმცა მამაკაცებიც ატარებენ. აი მოიკითხეთ, სადაც ერთი 5-6 ქალბატონი მაინც არის სუფრასთან ან თავყრილობაზე და ვინმეს თავის ტკივილის წამალი ხო არა გაქვს, ჩანთას გახსნიან მოგაწოდებენ. და თითოეულს რო კითხო, ამისთვის მიუმართავს თუ არა ექიმისთვის, რა ვიცი, ეს მომცეს აფთიაქში. აი ესეთი მიდგომაა. ანუ, როდესაც სიმარტივეს მარტივად მიუდგები, მე ის დიდი პრობლემა ხდება. და სიმარტივეს რთულად უნდა მიუდგე, რომ მარტივი და კიდევ უფრო მარტივი გახდეს. ისე რომ არ არის მარტივი პრობლემა, დიდი პრობლემა. ერთი არის ის 70%, ვისაც ცხოვრებაში ერთხელ არ რამოდენიმეჯერ გადაუტანია, თუმცა მეორე სტატისტიკაც არის ქრონიკული თავის ტკივილი, რომელიც არც თუ ისე პატარა პროცენტია, საერთაშორისო მონაცემებით დაახლოებით 80%-ია ადამიანების, რომლებსაც ეს პრობლემა ქრონიკულად აწუხებს, ანუ წლების განმავლობაში. და აქ უკვე საუბარია ზოგადად, ანუ ადამიანის ცხოვრების ხარისხის ხანგრძლივად გაუარესებაზე, ანუ შეიძლება ვთქვათ, მისი უნარშეზღუდულობაზე, ანუ შრომის უნარიანობას აქვეითებს, სოციალურ სიკეთეებს უზღუდავს ადამიანს. აი, თავისკივილი იმდენად ძალიან დიდი პრობლემად იქცა მე-20 საუკუნის ბოლოს. აი, პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ აი გარღვევა მოხდა თავისკივილის სწავლებაში. თქვენ რომ ნახოთ ჩვენ რა წიგნებით ვსწავლობდით, საერთოდ აღარ გამცემ ხვას. იმ დონეზე რომ დარჩენილიყავით, როგორც გვასწავლეს, ну თავისკივილი იყო, აი როგორ იცით, აი დააშშ ესეთ იმათ იყო. შესაბამისად, ვერაფრით ვერ დაიკვეხნიდა საბჭოთა სკოლა თავისკივილის კარგად ცოდი. თუმცა მე მომიწია ზოგიერთ ისეთ კორიფეებთან, ცოტნე ჩხიგვიშვილთან, ვეინთან მუშაობა სტუდენტობის დროსაც კი და რომლებიც სერიოზულად უყურებდნენ ამ პრობლემას. შესაბამისად 88 წელს პირველი კლასიფიკაცია გამოვიდა, 99-ში უკვე ბატონმა ცოტნემ თარგმნა კლასიფიკაცია. ანუ მსოფლიოში ესე იგი ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც ვაღიარეთ, რომ თავისკივილი არსებობს თავისი კლასიფიკატორებით და თავისკივილი ყველა ერთი არ არის. ეხლა გახდა 385 ტიპის. 385 სრულიად მოხაზული ერთეულია ნოზოლოგიური თავის კოდით. და სტუმრის სტატუსით დელეგატები, რომლებიც გახდებიან 10 წელიწადში ერთხელ ხდება გადასინჯვა დაახლოებით ამ კლასიფიკაციის, ისინი უკვე ელოდებიან ძალიან დიდი კვლევების მონაცემებს, რომლებიც უკვე მტკიცებულებებზე დაფუძნებით თანდათან შეავსებენ ამ დარწმუნებული ყავით, რომ 1-2 წელიწადში უკვე 400-ს გადააჭარბებს. მაგრამ მთავარი, აი რომელიც ამას უდგას, ეს არის დაძაბულობის ტიპის თავისკივილი და შაკიკი. აი ეს ორი ავადმყოფობა და არა სიმპტომი. თავისკივილი შეიძლება იყოს სიმპტომი, მაგალითად გაციების, გრიპის. მაღალი სიცხეს. მაგრამ დაძაბულობის ტიპის თავისკივილი, შავი კიბე თვითონ არიან დაავადება. ანუ ეს
ეს ტკივილი და მასთან თანაარსებული სიმპტომები არის დაავადება და არ არის რაღაცის შედეგი. ანუ თვითონ სიმპტომი ხდება დაავადება. სხვა შორის ეს ძალიან აი מחვილით და ცეცხლით მინდა გითხრათ რომ ვაჯერებ ხალხს რომ ეს თავის ტკივილი არ არის დაუშვათ ამ შემთხვევაში ისეთი რამ რომელიც მარტოა და საერთოდ როდესაც თქვენ ახსენეთ სომატური ანუ ხორცისა და სულის ასე ვთქვათ კავშირი ხორცისა და სულის კავშირი არის მარტივი და ამავე დროს მე ძალიან რთული და ძალიან პრობლემა მარტივია იმიტომ რომ ხორცს რაღაცა რო ტკივა სული გრძნობს ამას ნევრული სისტემა გრძნობს ფსიქიკა გრძნობს ხო ზუსტად იმიტომ ვერიდებით ჩვენ როდესაც ვიცით რომ ის საფრთხეა პატარა ბავშვს არაფერს არ ეშინია და შემდეგ თანდათან რაღაცის გვეშინია ეს შიში არის დამცავი და შემდეგ უკვე ხდება შენი მტერი თუ ის დიდხანს გაგრძელდა თავის ტკივილიც ასეთია თუ შიმშილის გამო აქ ტკივდა თავი შიმშილის თავის ტკივილი გაქვს იცი რომ ყვება არ უნდა გამოტოვო ნაბახუსებზე თუ ტკივა თავი ცოტა სასმელს უნდა მოერიდო თავი თუ დაუშვათ კრივის დროს ხშირად ხვდება დამცავი დაიცვა და ნაკლები ტრავმა მიიღო რო არ გაწუხებდეს ამას ხوار გააკეთებდი მაგრამ მეორე ამბავია როცა დიდხანს გრძელდება რაც ბრძანეთ ქრონიკული ტკივილი ნებისმიერი ქრონიკული უკვე ფსიქიკის საშიშროებაა აქ არის ყველაზე დიდი პრობლემა ყველაზე დიდი სტიგმა რა თმინდა მე ეს ფსიქოტროპული წამალი რა თმინდა ვეუბნები პიტნაც ფსიქოტროპულია ბაღის პიტნა ვალერიანიც და ყავაც და ზოგჯერ ვალერიანი უფრო მეტად ფსიქოტროპულია ვიდრე მაგალითად ანტიდეპრესანტი რა თქმა უნდა და ანტიდეპრესანტი ხო ეს ეწოდა მას მე-20 საუკუნეში კი ბატონო როცა მოიგონეს ეს პრეპარატი და კბილის ტკივილის დროს ხმაურობთ ნაწლავების დაუშვათ ქრონიკული გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის რო ხმაურობთ სხვა ტკივილების ფეხის თავის ყელის ქრონიკული ტკივილების დროს ხმაურობთ აი შემდეგ გადაცემა ზუსტად გაღიზიანებულ ნაწლავის სინდრომს ეხება და იმ თემას უფრო ძალიან გავშვით ზოგადად მედიცინა საბედნიერო ძალიან ბევრი არის სიცოცხლის შეუთავსებელი დაავადება დაამარცხა საკმაოდ ადვილად ბევრ სპეციალობაში. ამიტომ დღევანდელი მედიცინის პრიორიტეტები სიცოცხლის გადარჩენასთან ერთად ძირითადად ემსახურება სიცოცხლის ხარისხის აღდგენას და ალბათ ზუსტად ქრონიკული დაძაბულობის თავის ტკივილი არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გავრცელებული პრობლემა, რომელსაც გრძელვადიანად, ხანგრძლივად და წლების განმავლობაში შეუძლია ადამიანის ცხოვრების ხარისხი ძალიან შეცვალოს. ახლა თქვენ საუბრობდით კავშირზე და უკავშირზე ფსიქიკის და თქვათ სხეულის და ამ შემთხვევაში თავის ტკივილი, იმიტომ რომ თავის ტკივილი ანუ ფსიქიკური პრობლემა, ისეთ როგორც არის მაგალითად შფოთვა, დეპრესია, ნებისმიერი სხვა შესაძლებელია პირველად გახდეს მიზეზი დაძაბულობის თავის ტკივილის, ისევე როგორც დაძაბულობის თავის ტკივილი პირველადი მისი ხშირად აღმოცენების და ქრონიკული მიმდინარეობის შემთხვევაში მეორადად შეიძლება გახდეს გარკვეული მენტალური დარღვევის, როგორც არის შფოთვის ან დეპრესიის მიზეზი, ხო? რა თქმა უნდა. ანუ ძალიან სწორად ბრძანეთ, აქ არის ორმაგი კავშირი, ანუ უკუკავშირი. სრული აი ცირკულუს ვიციოზუს ძველი ბერძნები ამბობენ. სტრესი იწვევს დაძაბულობის თავის ტკივილს, დაძაბულობის თავის ტკივილი იწვევს სტრესს, შფოთვას, დეპრესიას და აი ერთმანეთში არიან. ანუ ეს არის ორი ცუდი ბიჭი, რომლებიც ქუჩაში ერთმანეთს აფუჭებენ. სადაც არ გინდა რომ იამხანაგონ. მშობელს არ უნდა, ვისთან მეგობრო, შვილო არ იმეგობრო, მასთან ის ცუდი ბიჭია. ეს ცუდი ბიჭები არიან. შესაბამისად, თუ გინდა ეს ბიჭები დაუშვათ ცუდად არ მოქმედებდნენ, ხო არსებობს აღზრდა. ეხა შენი შვილია რას უზამ, ხო? ხო არ აუგზავნე ეზოში ჩასვლას. ვერცის ვერ აუგზავნავს, ხო, მაშინ იქნება დაპატიმრებული ბავშვი, კიდევ უარესი. მაგრამ ხო არსებობს კარგი მაგალითის ჩვენება, აკრძალვა კი არა, კარგი მაგალითის ჩვენება, რომ სიკეთისკენ მოიქცენ ეს ბიჭები და ერთმანეთს კი არ უმტრონ, ერთმანეთს დაუშვათ სიკეთე გაუკეთონ. აი ესია. მაგალითად, თუ ნევროლოგი უმკურნალებს დაძაბულობის თავის ტკივილს,
არ უნდა დაავიწყდეს, რომ თუ გინდა ეს იყოს შედეგიანი, აუცილებლად უნდა შესთავაზო მას შემეცნებით ქცევით თერაპია. აი ნებისმიერ გზამკვლევში იწყება ყველა ქრონიკული ნევროლოგიური დაავადების დროს თითქმის ვერ გაიხსენებს, სადაც შემეცნებით ქცევით თერაპია პირველ ადგილზე არ დგას. და თქვენ წარმოიდგინეთ თავის ტკივილი ქრონიკული და შევადაროთ ქრონიკული წელის ტკივილი. პირველ ადგილზე დგას შემეცნებით ქცევით თერაპია. ამით იწყება ანუ ნევროლოგიის ქრონიკული კარები და სადარბაზოს კარები იხსნება შემეცნებით ქცევით თერაპია. იცვლება ფსიქიკაზე ზემოქმედები და ჩვენ პატარა ფსიქიატრები ვართ, როცა ვეუბნებით, არაფერი არ არის საშიში. ანუ პირველი რა არის კატასტროფიზაცია უნდა შეუმცირო. იმიტომ რომ როდესაც არ თავდება საწუხარი, არ თავდება და ნებისმიერი ის რატო ხდება? მაგალითად მეზობლებს შორის კინკლაობა, გროვდება და იმიტომ. აი როცა გროვდება, წვეთ-წვეთად რო იყოს, ისიც გროვდება. აუცილებელი არ არის მანქანა დაგეჯახოს, რომ დაუშვათ ავადმყოფად იგზნო თავი. მაგრამ ეს არის ძალიან ჩუმი და შემპარავი. შენ რომ სიკეთებს ვერ იღებ, შენ რომ ამ ცხოვრებით ვერ ტკბები, განა ამას არ აქვს საზომი, როგორ არა აქვს? აი თქვენ წარმოიდგინეთ, ბატონ გუგა და თავის ტკივილის გამო რამდენი ოჯახი დაინგრა, რამდენმა შვილი ვერ გაზარდა ჯეროვნად, არ გააჩინა კიდევ ერთი შვილი. ეს ისეთი არის, რა ქვია, ბავშვის მოსწრება, საკუთარი კარიერა, წარმატება და მიუღებელი სიამოვნება, გაცნენილი დაბადების დღეები, არ წასვლა მივლინებაში, არ წასვლა დასასვენებლად, მერე მოყვება აცილების, არიდების ქცევა და ამ დროს სოციალურად ნელ-ნელა ხდება იზოლაციაში და ყველაზე ცუდი არის, რომ თავიდან ეს ვითომ მარტივი ტკივილი იქცევა დიდ პრობლემად, რომელიც ჩვენ გაგრიყავს საზოგადოებიდან და საზოგადოებას კიდე აქვს ერთი სამწუხაროდ ლოგიკური საქციელი. როდესაც შენ არ აქტიურობ, როდესაც შენ არ იწვი და შემოქმედებით არ აგაკ, რჩება მხოლოდ სენტიმენტი. და სენტიმენტი კიდე არ არის იმდენი ამ გლობალიზაციის ეპოქაში. და ადამიანები უმწეოები ხდებიან და აი მაშინ ხდებიან რომ დროზე უნდა დაეწყოთ ის კი არა ჩანთები სავსე ქონოდათ ტკივილდამაყუჩებლებით. დროზე უნდა მიეღოთ ის მართვა და ის სიკეთები რომელიც მედიცინამ აღმოაჩინა. და ყველა ქრონიკული დაავადების მკურნალობა დღეს არის მრავალპროფილური. ანუ როდესაც ექიმები გუნდურად მკურნალობენ. როდესაც ხორცის და სულის მკურნალი ერთად არის. წარმოგიდგენიათ ამბობენ ხოლმე, რომ აი მე თავის ტკივილები დამჩა და აი ნარკოზის მერე მოვტყდი ძალიან. მეუბნები, თქვენ აღმოგიჩინეს რაღაცა პროცესი, რომლის გამოც გითხეს რომ ოპერაცია უნდა გაიკეთო. წახვედით, ესაუბრეთ ოჯახის წევრებს, ის ხარჯები რომელიც სახელმწიფომ გაიგო თუ თქვენ გაიგოთ, ეს ამ ხარჯებზე იყო მობილიზაცია ხარჯების, რაღაცა მოიკელით, ვიღაცამ გადადო დაუშვათ წასვლა სადღაც, ან დასვენება. ოჯახის წევრები არჩევენ შემდეგ ქირურგს. ეს კარგია, ის ცუდია, ეს კარგია, ეს ცუდია. მერე მიდიხარ წვები, მერე ნებისმიერ შემთხვევაში საავადმყოფო ტერიტორიაზე არ მოგწოს სუნი, საჭმელი, რაღაცა გაკლია, რეკა, ის დამჩა, ჯაგრისი დამჩა, ნერვიულობ, მერე გამოკვლევებზე ელოდები გამოკვლევებს. მერე იკეთებ ოპერაციას, მერე ჭრილობა გაქვს, ტკივა, მერე რაღაცა პროცედურებს გიტარებენ, გეუბნებიან, ეს არ შეიძლება, ეს არ შეიძლება, ეს არ შეიძლება, ანუ აკრძალვები. და ბოლოს თავი ტკივა, ან გაქვს ცოტა შფოთვითი აშლილობა და ნარკოზის ბრალია. ნუ თუ ამ მთელი ჯაჭვიდან ნარკოზია ყველაზე, რომელიც ყველაზე უსაფრთხოა 21 საუკუნეში. ერთი კარგად დაიძინებ და გამოიღვიძებ. თუნდაც რადიოლოგი აი, როდესაც არ არის არავითარი კლინიკურად მნიშვნელოვანი შემთხვევით ნანახი ცვლილებებია სულ მარტო მაგნიტურ რეზონანსულ გამოსახვაზე ან კომპიუტერულ ტომოგრამაზე ან სხვა რადიოლოგიური დასკვნით. პაციენტ თავისუფლად აქვს შეცვლის უფლება და გასაუბრება. რა მაქვს ისიც ეუბნება ეს არის. რაში ჭირდება პაციენტს? პაციენტს საერთოდ არ ჭირდება დასკვნა. პაციენტი უნდა იყოს ბედნიერი თუ გამოკვლევებს არ დაუნიშნავს ექიმი. ვარ ჩუმად იღებენ თავს მერე. შენთან არ მოდიან, იმიტომ რომ ფიქრობენ რომ ცარიელ ხელებით რა თმინდა მისვლა. ანუ საქართველოში არცემენ პატივს ექიმის აზრს
პატივს სცემენ გადაღებას. და Google-ს. Google არის ისეთი გამოსავალი, რომელიც კიდევ უფრო მეტად აღვივებს სტიგმას, კიდევ უფრო მეტად აღვივებს კატასტროფიზაციას, კიდევ უფრო შეცდომებს მიყავს. ანუ Google-ი სამედიცინო თვალსაზრისით უპატრონო ხალხისთვის არის და ვინც ექიმი ვერ იპოვა. თორე ექიმთან თუ მიხვედი, შენ პრობლემას დაგე. ეხლა წარმოიდგინე, გჭირდებოდეს იურისკონსულტი, მთელი კოდექსზე პირად ისწავლოთ, კარგია? რა თქინდა? ამხელა იერარქია, კანონების. მიხვალ გადაიხდი, ფულს მოგცემს კონსულტაციას, გეტყვის, ესე კი არა, ესე გააკეთე, კანონი არ დაგჟის. დიდი მადლობა. რა თქინდა კოდექსების კითხვა. ან ინსტრუქციების კითხვა, რა თქინდა შესაბამისად წამლის. თუ ექიმი ყავს, კარგი, რომელიცაც გრჯერა და წამას გინიშნავს გვერდითი მოვლენა, რა თქინდა თუ რამე გექნება, შეგიძლია წარუუთხრა. აი კოჭის გულის რევა მაქვს, ამ წამალმა შეიძლება გამოიწვიოს კი ბატონო, მოითმენ. არაფერი, კარგად. ძალიან გერევა, მაშინ შეგიცვლი, ან დოზა აი ასეთი ურთიერთობა. არა, ყველაფერი უკუღმა ხდება ჩვენთან. ჯერ მიდიან იღებენ, მერე შედიან Google-ში და ნახულობენ ეს რა დაავადებაა. ეხლა და საბოლოოდ ირკვევა, ბოლოს როდესაც მოდის ექიმთან, ყველაფერი რაც დაგუგლა არ იყო დასაგუგლი, იმიტომ რომ იქ არაფერი ღირებული კლინიკურად არ იყო. ანუ ყველა ცვლილება რომელიც იყო მაგნიტურ-რეზონანსულ გამოსახვაზე, არც ერთი იმათგანი არ იყო ტკივილის გამომწვევი სტრუქტურა, ტკივილის გამომწვევი ცვლილება. თქვენ შეეხეთ ესეთ თემას, ეს არის ბანკიერი წრე, ბანკიერი წრე. ეს ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული მეგობარი ერთმანეთის პრობლემას როგორ ამძიმებს და მეორე შევეხეთ კატასტროფიზაციას. ეს არის ის ორი ალბათ ნათელი მაგალითი, რომელიც კარგად ხსნის, ანუ ფსიქიკის და თავის ტკივილის ძალიან მჭიდრო ურთიერთკავშირს. და უფრო გასაგებად რო ვთქვა, რაში გამოიხატება, ანუ კატასტროფიზაცია. ეს არის, ანუ ჩვენს მიერ გარკვეული ჩივილის და ამ შემთხვევაში თავის ტკივილის უფრო ზედმეტად აღქმა. ბუნებრივია ეს აღქმა შეიძლება გაძლიერდეს და უკავშირდებოდეს ჩვენ ხასიათს, ხო? ნაკლებად ან მეტად ემოციური ხასიათი. მაგრამ თუ ჩვენ ამას მენტალური პრობლემის ჭრილში განვიხილავთ, ვნახავთ, რომ ნებისმიერი ჩვენი პრობლემა განსაკუთრებით შფოთი აშლილობა ან დეპრესია ამ შეგრძნების და ამ ტკივილის უფრო მძაფრად რა თქმა უნდა შეგრძნებას იწევს. ამიტომ შფოთვარე, ანუ მაღალი შფოთვით ადამიანი, აქ აუცილებელი არ არის რომ ჩვენ შფოთვით აშლილობაზე ვისაუბროთ, ან კლინიკურ დეპრესიას, ან უბრალოდ თუნდაც მომატებული შფოთვით რაღაცა დონით ადამიანი, ან თუნდაც გარკვეულწილად დაქვეითებული გუნდგანწყობით ადამიანი ამ თავის ტკივილს უფრო მძაფრად აღიქვავს. რა თქმა უნდა. შესაბამისად, როდესაც უფრო მძაფრად აღიქვავს, იმ მექანიზმით, რომელთაც უკვე ფსიქიკა პირიქით უკავშირშია ფიზიკურად სხეულთან და მე მინდა რომ ამაზეც ვისაუბროთ, ამ თავის ტკივილს კიდევ უფრო აძლიერებს. გაძლიერებული თავის ტკივილი თავისთავად ისევ შფოთის გაუარესებას იწვევს და ეს არის ის ბანკიერი წრე და ჩვენ როდესაც საუბრობთ სპეციალობების კომპლექსურობაზე, თანამშრომლობაზე, ზუსტად ეს არის, რომ კონკრეტულად აი ამ შემთხვევაში, როცა თან არსებობს დაძაბულობის თავის ტკივილი და შფოთითი აშლილობა ან დეპრესია, ნებისმიერ მენტალური პრობლემა, ეს არის ალბათ ის საკითხი, როდესაც ნევროლოგმა, თავის ტკივილის სპეციალისტმა და ფსიქიატრმა ან ფსიქოლოგმა საჭიროების შემთხვევაში მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ ერთმანეთთან, რომ რეალურად ანუ სიღრმისეულ პრობლემის მოგვარებაზე ვისაუბროთ. აი ამაზე რას გვეტყვით? ერთი მინდა გითხრათ, რომ მე იმ თაობას ვეკუთვნი, როდესაც ძალიან კარგად მახსოვს ნევროლოგთა და ფსიქიატრთა საზოგადოება, როცა ერთად იყო, ყრილობებიც ერთად იმართებოდა. ერთად ვიკრიბებოდით საზოგადოება ფსიქიატრების და ნევროლოგების და ჟურნალიც ერთი ქონდა. საერთოდ ფსიქიატრია და ნევროლოგია ერთად ჩაისახა, როგორც ერთი სული, ერთი სხეული, შემდეგ უკვე მოხდა დანაწილება. შემდეგ უკვე წამოვიდა სუბსპეციალობები, აი თავის ტკივილის მეცნიერება, ეპილეფსიის მეცნიერება, დაუშვათ ნევრკუნთოვანი სპეციალისტები და ასე შემდეგ, ნევროლოგიაში. შესაბამისად, ფსიქიატრიაშიც არის ალბათ სადაც დაოსტატდა ადამიანი. ზოგადად ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ როდესაც შეიქმნა ექიმი ისტორიულად, ის იყო ერთი, ექიმი იყო, მკურნალი იყო.
ამის გარდა იყო დასტაქარი, რომელიც ჭრიდა და კერავდა. ისინი უფრო манипуляტორები იყვნენ, ესე ვთქვათ. მაგალითად, თუ გავიხსენებთ, რომ დალაქები აკეთებდნენ მცირე ხორცმეტების ოპერირებას, დანარჩენი მთელი ტვირთი მედიცინის იყო მკურნალი ექიმების. შემდეგ უკვე წამოვიდა სპეციალიზაცია. ძალიან კარგი მოხდა, რომ ეს სპეციალიზაცია წამოვიდა, ვინაიდან იმდენი მოცულობა დაგროვდა უკვე მეცნიერული კვლევების, პრაქტიკული დაკვირვების, ავადმყოფობის რაოდენობის, მაგრამ ყველა კარგს აქვს თავისი უარყოფითი. სამაგერო დავშორდით ერთმანეთს. ექიმების ერთმანეთთან სასაუბროთ არ ცალია და ამისთვის და პაციენტები კიდე თავად წყვეტენ, ვისთან მივიდნენ და ვისი ამბავი ვის მიუტანონ. აი დათათუთაშხია მაგზენდება. მე წამოდი კოკინაშვილებთან ილაპარაკეო და უთხარიო რომ მე შეიარე. ანუ რეალურად ამას ქვია გზაბნეული პაციენტის მარშრუტი, რომელიც საკმაოდ ზიგზაგებით არის მიხოულ-მოხოულ. და კი მაგრამ რა მინდა ფსიქიატრთან თქვენ რა ფსიქიატრით სახართ და ჩემთვის ნევროლოგი. მეუბნები რომ იცით რა არის მე ვარ ნევროლოგი კი ბატონო. მე ცოტა ფსიქიატრია ვიცი, მაგრამ ჩემზე მეტი ვინც იცის ფსიქიატრია. მე ვერ ხვდებიან რა განსხვავება ფსიქოთერაპევტსა, ფსიქოლოგს, ფსიქიატრს, ფსიქონევროლოგიურ სფეროში მოყვა ფსიქონევროლოგია ეგეთი არ არსებობს, როგორც დარგი, მაგრამ არსებობს ესეთი პირობითი სინთეზური დაუშვათ სპეციალობა. თქვათ შევაჯამოთ ესა. არ არის საზოგადოების ბრალი არ არის ეს ყველაფერი. საზოგადოების ბრალი არის ადამიანი არ ტყუის, საზოგადოებას არ ეშლება. საზოგადოებას უნდა ისეთი რჩევების მიცემა, რომელიც სპეციალისტმა იცის. თორე პურს, რომელი პური მიირთვას, იმას თვითონ წყვეტს. ხორცი სად იყიდოს, რაც უნდა მთავრობის დადგენილება. მაგრამ თუ სამედიცინო სერვისი ეს არ არის ყოველდღიური და სამომხმარებლო სერვისი, ხო? იქ მოძრაობის წესები უნდა, რა თქმა უნდა მიეწოდოს ადამიანს, რათა იცოდეს როგორ დაგეგმოს თავისი ჯანმრთელობის მართვა და საერთოდ მართვა უნდა დაუგეგმოს ექიმმა და მერე წავიდეს გამოკვლევებს. და შესაბამისად ნაკლები სტიკერი ექნება. ანუ ეხლა არის ესეთი ტერმინი, რომ ტვინზე დაწებებული სტიკერი. ყველა უარყოფითი რამ, რასაც პაციენტი ესმის, აი სტიკერებად ეკვრება. ამას ემატება Google-ის სტიკერები, რადიოლოგიური დარგმის სტიკერები და მერე გვიხდება ფსიქიატრებს და ნევროლოგს, რომ ეს სტიკერები ამოვაძროთ და ამის იმაში ვართ, რა ქვია, მოზობაში და ზოგჯერ იმდენი ხდება, რომ არ ყოფნის შენი ენერგია, დრო და იმას კიდე მოთმინება, რომ ეს მოიცილოს ეს. მას ხელს უშლის ალბათ სტიგმა ზოგადად მედიცინის მიმართ და განსაკუთრებით ის რაც ფსიქიკას უკავშირდება და ზოგჯერ ჩვენი ფრაზებით შეიძლება პირიქით სტიგმა გავაძლევოთ. ერთი მაგალითი შეგვიძლია უთხრა, თავი ტკივა, არაფერი არაუშავს, არაფერი ეს არ არის, გეჩვენება, მე რა გაივლის, არა. მე ვფიქრობ პირიქით ჯობია რომ ჩვენ აუხსნათ ზუსტად კავშირი ფსიქიკის, როგორ შეიძლება ის ტვინი ფიზიოლოგია მოწყობილი იყოს, ან თავის ტკივილის წარმოქმნის შემთხვევაში რა არის ის მექანიზმი, ხო? ეს არის ძირითად შემთხვევაში, ანუ ნერვკუნთოვანი დაძაბულობა, რომელიც იწვევს ამ ტკივილის შეგრძნებას და როგორ შეიძლება ეს იყოს კავშირში. როდესაც ადამიანი და პაციენტი, რომელიც ჩვენ მოგმართავს, არის უფრო მეტად ინფორმირებული ექიმის მიერ, ფიქრობ, რომ ამ პაციენტს უფრო უადვილდება თავის პრობლემის მართვა, სწორი გადაწყვეტილების მიღება, სტიგმაც იხსნება და ასევე არის, როდესაც ვაძლევთ რჩევას, რომ მოდი კონკრეტულად თავის ტკივილის დროს ფსიქიატრი ურჩევს, რომ იყოს ნევროლოგის ჩართულობა და ნევროლოგი ურჩევს, რომ იყოს ფსიქიატრის ჩართულობა იმ შემთხვევებში, როდესაც შევხედავთ ორივე მიზეზს თანაბრად გამოხატავს კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად. რა თქმა უნდა, თუ ორივე პრობლემას არ მიხედა, ის ამ აღზრდილ და გამოკეთებულ ბავშვს ცუდი ბიჭი მაინც გააფუჭებს. ანუ ცალკარში თამაში არ გამოდის. არ გამო, ორივე მშობელმა და ორივე პედაგოგმა უნდა დაიკაპიცოს ხელები და ეს ცუდი ბიჭები, კარგი ბიჭები უნდა გახადონ. ანუ ერთი მხრივ უნდა დავამშვიდოთ ის ხორციელი ტკივილი, მეორე შემთხვევაში შფოთვა, დეპრესია და რატო? თუნდაც იმიტომ რომ
ერთი და იგივე პრობლემა შენ რო უთხრა შენ არ უნდა უთხრა შენ გეჩვენება ვინაიდან ტკივილი ეჩვენება აბა რა არის ტკივილი არის მოჩვენება შეგრძნება ხო არ უნდა უთხრა რომ შენ გეჩვენება ეს არის შეგრძნება რომელსაც პატივი უნდა ექიმა რა თქმა უნდა შეიძლება ამის შეგრძნების მატერიალიზაცია ესეა შეგრძნების დონეზე არ არსებობს მაგრამ იმ ადამიანისთვის ის არის ობიექტური შეგრძნება რა თქმა უნდა არა მატერიალური მაგრამ რეალურად არსებული და არა მოჩვენებითი ანუ თერმომეტრით ვერ გაზომავ ტკივილს ვერც ნევის აპარატი და საერთოდ არ არსებობს ტკივილის გასაზომი აპარატურა შესაბამისად შენ უნდა გაზომო ის პროდუქტი ის ჩივილი ის საწუხარი რომელიც პაციენტს აქვს და შენი საწუხარი უნდა შეუმცირო მაგრამ საკმარისი ეუბნები რომ შენ ანტიდეპრესანტი გჭირდება როგორ მე გიჟი ვარ ჯერეთი როგორ გეკადრებათ თქვენ მე ყველაფერი მჯერა თქვენ თუ ყველაფერი მჯერა თქვენ აბსოლუტურად მიმაჩნი ხართ რომ აღიქვამთ სამყაროს რეალურად მაგრამ თქვენ როდესაც ჩფოთავთ თქვენ ხო გაღიზიანების ზღურბლი დაბალი გაქვთ თქვენ ხო დაბალი გაქვთ და თანდათან გახანგრძლივებული დეპრესიული მდგომარეობა და შფოთვარე მღელვარე მდგომარეობა გაღიზიანების ზღურბლს დაბლაწებს და ბოლოს აცლის საერთოდ ღობეს და ვინ დაბოდიალობს იმის ეზოში არავინ იცის. ანუ მცირედი გამღიზიანებლები და როდესაც ჩემთვის სერიოზული პრობლემაა. და როდესაც ფსიქოლოგის ან ფსიქოინტერვენციების დახმარებით შემეცნებით ქცევითი თერაპიის იქნება თუ ანტიდეპრესანტების თუ დახმარებით ააშენებ დიდ ზღუდეს იქ უკვე ჩიტიც აღარ შემოფრინდებაო, ხო? შესაბამისად ახალი გამღიზიანებელი აღარ ემატება, აქეთ თვითონ რაც არის კვლევებზე დაფუძნებული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მკურნალობას უნიშნავდა, ნელ-ნელა აქეთ შფოთვა დეპრესია და იქით ქრონიკული ტკივილიც მიდის და იპარება ნელ-ნელა. და ყველაზე კარგი შედეგი მაშინ არის, როდესაც არის გუნდური მიდგომა, როცა არის ურთიერთობა, თანამშრომლობა, ერთ რო იტყვიან ინტერესზე მოგზაურობა და იმიტომ არის თანამედროვე მედიცინა უნდა გახდეს და აუცილებლად მეტი სხვა მომავალი არ აქვს პაციენტზე ორიენტირებული. რომელსაც პაციენტ ცენტრირებულს ეძახიან, ხო? შვაში არის პაციენტი და ჩვენ ვევლებით მას, ანუ დავლურსულით პაციენტის ირგვლივ და კუჟნაცლავი დიდხანს თავი თუ ტკივა კუჟნაცლავიც არეული ექნება, რა თქმა უნდა. იქ შარდის ბუშტის არასწორი მოქმედება ექნება. უროლოგები ხშირად მიგზავნიან პაციენტებს ეუბნება, რომ ანუ არაფერი ყველაფერი უროლოგიურად ნორმალურია, მაგრამ აქვს გადაულახავი ესე იგი აბსოლუტურად უადგილო ადგილას მოშარდვის ესეთი გადაულახავი გზნობა, ხო? რასაც სასწრაფო მოშარდვის სინდრომს ეძახიან, იმპერატიულ შარდვას ეძახიან, მაგალითად. და ეს ყველაფერი გროვდება და უბრალოდ თავის ტკივილიდან ამ შფოთვის და დეპრესიის მეშვეობით ეპატიჟებიან სხვა ცუდ ბიჭებს. და უკვე იქმნება ბანდა. და არა ორი მერე უკვე ხდება გუნდი, რატო ერთად ძლიერები არიან. ერთად ერთმანეთს წაახალისებენ და შესაბამისად არ უნდა მიუშვა იქამდე რომ კიდე შემოიამხანაგონ ცუდი ბიჭები. მერე წამოვა ნაღლის ბუშტის მტკივა, მერე წამოვა ესა და მედიცინა ბოლო-ბოლო გულახდილად თქვა და ხო სერვისია, იყიდება. ანუ პროდუქტია, რომელსაც ვამზადებთ, აუცილებელი ხო არ არის რომ რაღაცა კონდეს მყარი საგნის ფორმა, რამე რო გაყიდვით ჩვენ ყიდით ჩვენ ცოდნას, ხო? ყიდით აპარატურის დაუშვათ მუშაობას, კვლევას ყიდით, ხო? ლაბორატორიას, მაგრამ იცი რა არის სუპერმარკეტი, ხო არა რომ გაყიდო და ყველაფერი გაუთავ, ჩემოდნით მოდიან. დიდი ჩანთებით მოდიან, ესე დაწყობილი და ამ დროს დროულად რომ დაუშვათ დაეჯერებინა ექიმისთვის, რომ დაანები ამდენ კვლევებს თავი, დამშვიდი, დალი ანტიდეპრესანტი, მიდი ფსიქოლოგთან ჩემი ბატონი და ამ კარგი იქნებოდა დეპრესიისთვისაც მიგვეხება. არა, მე გიჟი არა ვარ, მე ანტიდეპრესანტი არ მინდა. ეს სტიგმა სხვათა შორის არ არის მარტო ქართული ფენომენი. არა, საერთოდ არ არის. მე მეცაც გეტყვით, მე მინდა გითხრათ სული პასუხისმგებლობით, რომ საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში სტიგმა ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო მონაჩვენი გვაქვს, შეიძლება ითქვას სოფლიოს, იმიტომ რომ ძალიან მაღალია სტიგმა. მე ერთხელ ჩემმა მარეკოელმა კოლეგამ მრავალი წლის წინ დამისვა, მაგალითად არაექიმებს ზოგადად რამდენ პროცენტს მიმართავენ ზოგადად პაციენტები არასაექიმო
ჩარევისთვის, ანუ ეს რაღაცა ასე ვთქვა, არ არის საექიმო განათლების და მე რო ვთქარი სავარაუდოდ ჩვენ ქვეყანაში 20-30%-ია, მითხრა თქვენ ნომერ პირველი ქვეყანა ყოფილ ხართ, იმიტომ რომ ძალიან განვითარებულ ქვეყნებშიც 50%-ზე მეტი ყოფილა როგორც აღმოჩნდა. ჩვენ რო დაუბრუნდეთ ბატონო გოგიტა ფსიქიკის და ანუ ფიზიკური ჩვენი ორგანიზმის კავშირს ზოგჯერ ეს ინფორმაცია ძალიან ეხმარება ადამიანებს, რომ ეს კავშირი და მათი პრობლემები და მათი ჩივილები ერთმანეთს უფრო გასაგებად დააკავშირონ. ანუ ფსიქიკა ჯერ ეს ერთი ძალიან ბევრი გზით არის ფიზიკურ სხეულთან დაკავშირებული. Ну, ვავიღოთ მაგალითად ყველაზე მარტივი სტრეს ჰორმონები, ალბათ ყველას გაუგია. ალბათ ძალიან საინტერესოა, რომ მოკლედ განმარტოთ და ვანახოთ ადამიანებს და მივაწოდოთ ის ინფორმაცია, რომ ფსიქიკა ერთი შეხედვით აბსტრაქტული, არამატერიალური სამყარო და სიბრტყე როგორ არის მჭიდრო კავშირში, ანუ ჩვენ ფიზიკურ სხეულთან. და ეს კავშირი ძალიან ბევრნაირი არსებობს, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის სტრეს ჰორმონები, რომელსაც ჩვენ თირკმელს და ჯირკვალი გამოყოფს, სტეროიდები ალბათ ყველას გაუგია ადრენალინი. ეს არის ერთ-ერთი გზა, მათ შორის კონკრეტულად დაძაბულობის თავის ტკივილთან დაკავშირებით. მარტო ეს გზა არ არის, ანუ ჩვენ თავის ტვინში გვაქვს ესეთი ჯირკვალი, რომელიც არის პირდაპირი კავშირი ფსიქიკის, ანუ მე ჰიპოფიზის საშუალებით, ანუ ფიზიკურ სხეულთან. ეს არ არის ცალმხრივი კავშირი, ეს არის ორმხრივი კავშირი, იმიტომ რომ აქაც ის ორი ცუდი ბიჭის მოდელი მუშაობს, ანუ მან კი ერი წრის, როდესაც ფსიქიკას ერთის მხრივ პირველადაც შეუძლია სტრეს ჰორმონების კონცენტრაცია გაზარდოს და ჩვენში ფიზიკური ჩივილები და მათ შორის დაძაბულობის თავის ტკივილი გამოიწვიოს და პირიქით დაძაბულობის თავის ტკივილი თავისთავად იწვევს სტრეს ჰორმონების გამომუშავებას და ესეც რომ ვიცოდეთ, ანუ სტრეს ჰორმონები თავისთავად თითო შფოთვას და დეპრესიასაც საკმაოდ ამძიმებენ და ხელს უშლიან. ამიტომ აი ეს უკავშირი, ორმხრივი კავშირი და ორმხრივი მიდგომა პრობლემის მოგვარების, ესეც არის ამის, ასე ვთქვათ, სამედიცინო ნიუანსი, რომელიც ალბათ საინტერესოა, რომ ადამიანებმა იცოდეთ. ან ეს დესტიგმატიზაციაშიც ეხმარება ადამიანებს, იმიტომ რომ როდესაც აი თქვენს რომ ეუბნებით ახსენეთ და ვეუბნები, რომ თავის ტკივილის დროს მაგალითად გამოვიყენოთ ანტიდეპრესანტი, ამ ანტიდეპრესანტს მარტო ერთი სარგებელი ერთი მექანიზმი არ აქვს, რომელთაც დაძაბულობის თავის ტკივილს ეხმარება. ის ბევრი მიმართულებით მუშაობს. იქ არის შფოთვის შემცირება, იქ არის სტრეს ჰორმონების შემცირება და ძალიან ბევრი მექანიზმი და ის კომპლექსურად იწევს კონკრეტულად ამ პრობლემის, ამ სიმპტომის და ამ გამოხატულების შემცირებას. აი, ზუსტად ამ სიტყვას გავშლიდი თქვენის ნებართვით. ზუსტად ეგ არის. როდესაც ანტიდეპრესანტი იწყებს მოგვარებას პრობლემისას, მან უნდა გადააწყოს ეს ზუსტად ეს ჰიპოთალამუსის, ჰიპოფიზის და შემდეგ უკვე სტრესული ჰორმონების დაუშვათ საბოლოო ორგანო, ამ შემთხვევაში თითქმის ჯირკვალი ბრძანეთ, ეს ხე, რომელსაც ენდოკრინული ხე ქვია, ნეიროენდოკრინული ხე, რომელიც შეიძლება სრულად იყოს ფსიქიკიდან წამოწყებული და შემდეგ უკვე ზემოქმედება მოახდინოს ორგანიზმზე და შეცვალოს ჰარმონია, შეცვალოს ის კეთილი ურთიერთობები, რომელიც არის სხვადასხვა სისტემებს შორის. და პირიქით, სისტემის გაუმართავებამ შეიძლება პირიქით გააგზავნოს ფსიქიკისკენ უარყოფითი დაუშვათ იმპულსი ერთხელ იმან არსებობს ესეთი ნეიროხელმოწერა, ესეთი ტერმინი, ანუ დაახლოებით გავს რეზოლუციას რო ადებ. ეს ამას დახრა და იმას ჩავახჩობა. ანუ ეს არა უშავს, ეს რა მოხდა მერე? დამშვიდი, დაწყნარდი. კი ბატონო, დაინახე რაღაც შრიალი. და გონია რომ გელია და გეუბნება გამოცდილი მეტყევე რომ არა უშავს კაცო, ფოთოლი შრიალია. შენ დამშვიდდი.
აი ეს არის ფსიქოთერაპია. აი ეს არის ფსიქიკაზე ზემოქმედება, როცა ერთ და იგივე ფაქტს დაგანახებს ორი მიმართულება. აბა გითხრას, უი დავიღუპეთ, მგელია და შეგვჭამს, ხო? შენ უცბად ეს სტრესული ჰორმონები მოზღვეობა გაქვს, ეს თავისთავად უკვე იმ სიკეთეს და ჰარმონიას არღვევს და უკვე იწყება სტრესული მდგომარეობა, რომელსაც ახლავს მე ტკივილისთვის ვიღას სალი, ანუ ტკივილის დაამებისთვის უკვე ვეღარ იცლის ნერვული სისტემა. შესაბამისად, ერთი და იგივე ფაქტის წარმოდგენა, აბა დაუძახეთ ადამიანს, და თუ წინასწარიც არ შეეშინდება. მეორე შემთხვევაში მიდის ფიქრებში გახვეულია, ღამია და გინდათ რომ ცოტა პატარა შეაშინოთ ადამიანი. შეიძლება ინფარქტამდე მიიყვანო ისე შეაშინო, ხო? და შესაბამისად ზუსტად აი ეს გუნდური მუშაობა, როდესაც ნევროლოგი და დაუშვათ ფსიქიატრი, როდესაც ფსიქოლოგი ამ გუნდშია და აი ეს ტანდემი როდესაც არის, ესენი ყველა ცდილობენ ზუსტად თითოეულ მექანიზმს ინაწილებენ და შესაბამისად ტკივილის გამძლეობას უზრდიან ადამიანს და თუ ტკივილის გამძლეობა მოემატა ტკივილის მიმართ, ანუ ჩვენ ხო ვთქვით ზღურბლი, რომ ტკივილის დაუშვათ შიკრიკი არ გადმოევლოს ღობეზე და ღობის გარეშე დადის ასე პირდაპირ დაბოდიალობს ეს შიკრიკები. მეორე მხრივ მის მიმართ გამძლეობასაც უზრდის, როდესაც შენ ამშვიდებ პაციენტს და ამშვიდებ, როდესაც ყურადღებით უსმენ და როცა მე იმის აქტუალობას აკნინებ. როდესაც ეუბნები, რომ ეს მოვლადია, ეს მორჩენადია, ეს არ არის საგანგაშო. შესაბამისად, მის მიმართაც გამტანობა იზრდება ისევე როგორც უეზე არ ეშინი ადამიანს. თუ როდესაც მოდის გამღიზიანებელი, ირევა არა მარტო ენდოკრინული ხე, აქ არის ნეირო დაუშვათ ტვინის ღერძი ან ნაწლავ ტვინის ღერძი, არის დაუშვათ გულისა და დაუშვათ თავის ტვინის ურთიერთობა. საბოლოოდ ეს ტვინი და ფსიქიკა ხო დირექტორები არიან, ხო? არიან კარგი მმართველები, მაგრამ ისინი ხდებიან ცუდი მმართველები, როდესაც უკვე ყველა საამქროდან ცუდი ინფორმაცია მოდის მისი მართვის, არ მინდა სიტყვა ვიხმარო ეს მენეჯმენტი, იმიტომ რომ ზუსტად იგივეა მართვა, ხო? მისი მართვის ხერხები და მართვის გამოცდილება უკვე ამდენ არეულ საამქროს ვეღარ აწყნარებს. და ვიდრე ყველა საამქრო არეულად დაიწყებს მუშაობას, დროული ჩარევა, დროული მართვის დაწყებაა საჭირო. შესაბამისად, ზუსტად იგივეს აკეთებს ანტიდეპრესანტი. ანტიდეპრესანტს რატომ უკუაგდებს მოსახლეობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დაავადება დასაწყის ფაზაშია. რამოდენიმე მიზეზის გამო. და ეს არ არის ქართული ფენომენი ნამდვილად. პირველი იმის გამო, რომ მას ქვია ანტიდეპრესანტი. ანუ სახელი არის თავისთავად სახელია იმდენად რომ უკვე 2014 წლიდან მთელი მსოფლიოს ფსიქოფარმაკოლოგთა მოთავე ინსტიტუტები გაერთიანდნენ და გადაწყვიტეს როგორც აი რელიგიის გავრცელების დონემდე მივიდა, უკვე მესამე გადაეს არის და ყველა ექიმს აგვაქვს თქვენც ვიცი რომ ჩამოტვირთული გაქვთ ესა და ის თანამედროვე კლასიფიკაცია ნეირომეცნიერებაზე დაფუძნებული, სადაც უკვე ანტიდეპრესანტებს ქვია მონოამინის აგონისტები. ვინაიდან სტიგმატიზაციას იწვევს არა მარტო ქართულში, არამედ ამერიკელშიც და ევროპელშიც. ანტიფსიქოზური საშუალება. ეხლა რეალურად რო ვთქვა, კუჭნაწლავის დამერეგულირებელი საშუალებები ზოგიერთი ანტიფსიქოზური საშუალება და მაგალითად თავის ტკივილის სამკურნალო საშუალება არის ანტიფსიქოზური კრუნჩხვის საწინააღმდეგო, მაგრამ ეს ხო პირველი სახელია. აუცილებელია რომ დაუშვათ ყველა არ დავასახელებ ახლა ქალაქს. ამ ქალაქში დაბადებულები ყველა ქურდები არიან, იმ ქალაქში დაბადებული ყველა მეცნიერები. არის ეგრე? ან ყველა იტყუება მაგალითად ამ ქვეყნის წარმომადგენელი? კი, შეიძლება ცოტათი ჩვენი შეხედულებით ცოტა ზოგიერთი ერის წარმომადგენელი უფრო მოხერხებული იყოს, ზოგი უფრო დოყლაპია იყოს, მაგრამ ნებისმიერ ერში არსებობს კარგი და ცუდი. და საერთოდ ამიტომაც არის შეცდომითი დასკვნის გაკეთება. შესაბამისად, სახელწოდება ნიშნავს იმ ოჯახის სახელს, რომელიც ახლა რო ავიღოთ მაგალითად თქვენ ბრძანდებით სიხარულიძე.
ყველა სიხარულის მომტანია, ეგ ზოგიერთ სიხარულზე ნერვები აგვიშალოს, ხო? ანუ ხوارზეოს კარგი გეგელაშვილები და ცუდი ალბათ, ნუ არის ყველა მჯობნი იყოს და მაგრამ ხო არის კარგი გვარიშვილები, რომელთაც არ აქვს ბოროტება ჩადენილი ამბობდა ბებიაჩებს უყვარდა. აი ეს კაი გვარიშვილია. მაგრამ თვალდახოჭულიან დო ყველას? სიტყვას ვთქვათ, ესეც არ გამოვა. შესაბამისად, ანტიდეპრესანტი დეპრესიას რო და შფოთვა, ჩვენ რო ავიღოთ ანტიდეპრესანტი, შფოთვის დროს უფრო ხშირად 100 გაყიდული კოლოფი. ვისად წავიდა დეპრესიასთან ალბათ აბსოლუტური ნაკლებობა 20% მაქსიმუმ. მაქსიმუმ 20%. დანარჩენი ნაწილდება ყბასახის პრობლემებთან, უროლოგიურ პრობლემებთან, ნევროლოგიურ პრობლემებთან, კუჭლაძალავის პრობლემებთან, ილექება სხვადასხვა დარგებში, რატომ? იმიტომ ნერვული სისტემა და ფსიქიკა ყველა დაავადებაში მონაწილეობს. და ეს ერთი სტიგმა სახელწოდების გამო. მეორე ის რომ ანტიდეპრესანტს არ აქვს ყისერი ეფექტი. როგორც ჩვენ გვიყვარს ერთი აბი მივიღეთ და რატო არის რომ იმათ ტკივილგამაყუჩებელი აბა ანტიდეპრესანტი მოიკითხეს, სუფრაზე არავის არ ექნება. ან შეიძლება კონდეს, მაგრამ არ კონდეს წამოღებული. რატო ატკივდა დაუშვათ თავი ან რაღაცა მენზესური პრობლემა აიღებს, დალევს, მიაწოდებს. 40 წუთში ნახევარ საათში უკვე ტკივილი გაუქრევა. ანტიდეპრესანტმა უნდა დაალაგოს, კაპიტალურად უნდა შეცვალოს ურთიერთობა რეცეპტორების რაოდენობასა და გრძნობელობა შორის. უნდა ღობე შემოავლოს, ააშენოს, გამძლეობა მისცეს მეტი, მოიყვანოს ხასიათზე დეპრესიის შემცირების გამო, შფოთვის შემცირების გამო, სამწვერა ნერვის ბირთვის აგზნებადობის და თალამუსის აგზნებადობის. აი ეს სენსიტიზაცია ქვია, ცოტა ისეთი სიტყვაა რა. მე ვიტყოდი გაჭირვეულება ამ ბირთვების თავისტვინის, ხო? იმის უნდა დაასყრა, რომ ამას დრო უნდა და მოთმინება კიდე არა გვაქვს. და მათ შორის თურმე მარტო ქართველებს არ ქონიათ, ყველას მალე უნდა შედეგის მიღება. საერთოდ ეს ალბათ ზოგადი კანონზომიერებაა, რომ ის რაც სწრაფად გვინდა და სწრაფად ხდება, ზოგჯერ ბევრად უფრო ნაკლებ შედეგიანია გრძელვადიან პერსპექტივაში და ნაკლებად უსაფრთხო, ვიდრე რაღაცა, როდესაც ცვლილება ჩვენ ორგანიზმში ხდება ნელა და ეტაპობრივად. აბსოლუტურად სწორი ბრძანდებით, გუგა. ის ტკივილგამაყუჩებელი, კარგია ხანდახან როცა ტკივა თავი, თორე როდესაც შენ ჭარბად იღებ თავის ტკივილის წამალს, უკვე დაძაბულობის თავის ტკივილი მოგენატრება მედიკამენტის ჭარბი მოხმარების თავის ტკივილის ტკივილი რაც არის. ის არის საშინელება, მოუშორება, ის არის წამალ დამოკიდებულებაც ერთი მხრივ და ტკივილი, რომელსაც ერთი დილა არა გაქვს ბედნიერი, რომ უტკივილოდ გაიღვიძო. დაძაბულობის თავის ტკივილს დაისვენებ და გაგივლის დასაწყისში, ხო? მაგრამ თუ ის გადავიდა მედიკამენტების ჭარბი მოხმარების გამოყენების სტადიაზე, აი იქ უკვე ძალიან უმწეო ხდება ადამიანი. ის ფაქტიურად უკვე სოციალურად არააქტიური ხდება აბსოლუტურად და უკვე სიხარული აღარცა წასვლა აღარ უნდა რა. სულ ამ თავის ტკივილზე ფიქრობს და სულ ასე მოჭერილი აქვს და ეხა კი დაძაბულობა არის აქა, მაგრამ დაძაბულობა კი არ არის. ფსიქიკაშია დაძაბულობა უკვე. თუ არა კუნთების დაძაბულობას ბოლო-ბოლო შხაპს მიიღებ და მარტო ეგრო იყოს, რომ დაუშვათ პერიკრანიული კუნთების დაჭიმულობა. რაღაცნაირად მოადუნებ ამას, რაღაც თვითმასაჟით, ამითი, მაგრამ უკვე ჯდება ფსიქიკაში. დროებითი ღონისძიება და გრძელვადიან პერსპექტივა შედეგს არ აძლევს. რა თქმა უნდა. აი თქვენ რო საუბრობდით, თქვათ ზღურბზე და ჩვენ რო ზღურბლი გავზარდოთ, რომ ადულად ვერ გადმოლახოს და კატასტროფიზაციაზე ზუსტად ეს არის. ანუ როდესაც ჩვენ კატასტროფიზაციას, რომელიც ძირითადად გამოწვეულია ალბათ ჩვენი მოჭარბებული შფოთვით, ამას ვარეგულირებთ, ის ზღურბლი, როდესაც ტკივილმა შეიძლება გადალახოს, ის გაცილებით უფრო მაღალი ხდება და ძალიან უჭირს მერე ამის რომ გადმოლახოს. და კიდე ალბათ აი რომ ამოიცნონ ჩვენმა მსმენელმა და მაყურებელმა და ზოგჯერ აი შაკიკი შედარებით ადულად ამოსაცნობია ხოლმე თავის ტკივილის, ძალიან სპეციფიური თავის ტკივილი აქვს და ზოგჯერ ძალიან ძნელია ხოლმე ამოსაცნობად ადამიანებისთვის დაძაბულობის თავის ტკივილი. იმდენად რომ ხშირ შემთხვევაში ანუ ვერც კი აღწერენ ადამიანები ეკითხები რომ თავი მტკივა, როგორ გტკივა თავი და აღწერაც კი უჭირთ როგორ ტკივა. ზოგჯერ ამას ტკივილსაც კი არ არქმევენ და თქვათ იძახიან რომ აი რაღაცა კი არ მტკივა, არამედ
მოჭერის შეგრძნება მაქვს, ან რაღაც თითქოს რაღაც კისერზიან თავში მაწვება, აი ესეთ შეგრძნებები და ესეც არის აი ზუსტად ესეთი ამორფული ჩივილები, არა კონკრეტული ძალიან დაკონკრეტებული თავის ტკივილი ზუსტად მიუთითებს ხოლმე ალბათ დაძაბულობის ტკივილზე და არა რაღაც კონკრეტულ სხვა ტიპის თავის ტკივილზე. მან კიდე ერთი ბატონ გუგა, ერთი ძალიან საინტერესო მომენტია, ეს საინტერესოა მეცნიერისთვის და ექიმისთვის, მაგრამ საკმაოდ არასასურველია თუ ეს პაციენტს დაემართა. როდესაც ერთი ტკივილი ემართება ქრონიკული ადამიანს, ტკივილის გასანეიტრალებლად იხმარება ტკივილ გამაყუჩებლები, რომელიც ადამიანს აქვს. საერთოდ ადამიანს აქვს ყველაფერი. ყველა წამალი, რომელიც გამოუგონია, ყველა წამალი არის ორგანიზმში. შესაბამისად, ორგანიზმი უმკლავდება, ხო? ეხლა ჭრილობა შეხო არ კარნახობ უჯრედს, მეორე უჯრედს როგორ მიეწეპოს და ნაწიბური როგორ წარმოიქმნას და ახალი ისა როგორ საზღვარი როგორ გაკეთდეს გარემოს და როგორ დაიხუროს ჭრილობა, ხო? ჩვენ ვეხმარებით ორგანიზმს, ანდა თუ ძალიან თხრილში გადავარდა, გზიდან გადავიდა, ამოვყავს იქიდან და ვაყენებთ, მაგრამ საბოლოოდ ისე ორგანიზმს აქვს ეს უნარი. მაგრამ როდესაც ერთი ქრონიკული ტკივილი აქვს, იმას ებრძვის ორგანიზმი და იმის საწინააღმდეგოდ, როდესაც გამოყავს თავისი ჯარისკაცები, კიდე სხვა ტკივილი თუ წამოვიდა, აღარ ყოფნის ძალა. შესაბამისად, არსებობს ტკივილის აშლილობა, ტკივილის დაავადება. ტკივილის დაავადება ნიშნავს, რომ ადამიანს ამ ქრონიკულმა თავის ტკივილმა შემდეგ ზაგაუხსნა სხვადასხვა ტკივილებს ორგანიზმში და ეს ტკივილები უკვე ზოგადად ტკივილის მიმართ გამძლეობას აქვეითებს, იმიტომ რომ ამ ტკივილის გასანეიტრალებელი არ ყოფნის რესურსი. ანუ წარმოიდგინეთ მოულოდნელად მოსული ბევრი სტუმარი და ცარიელი მაცივარი, როგორია. იყო კიდევაც ხუმრობა, რომ ადრეო გირჩევდნენო, რომ თუ მოგივიდაო მოულოდნელად სტუმარი ჩადიე და გუშინდელი ჩალაღაჯი ამოიტანე და გააცხელეო, ლორი ჩამოჭერიო, ზუთხის დაუშვათ, შებოლილი ზუთხი დაუჭერიო, რაღაცაო და შემდეგ ისა ქონდა ერთ-ერთ მას ცნობილ ანსამბლს ეგეთი ხუმრობა. და დღეს ისეაო, რომ მოულოდნელად ბევრი სტუმარი თუ მოგვიდა, უნდა ჩახვიდეს სარდაფში და აღარ მოხვიდეო. თუ იმ სარდაფში არ აგავს. აი ეს კარგი დიასახლისივით ადამიანს, რომელსაც ფსიქიკურად ჯამთელია, იმას ყველა ტკივილის გასანეიტრალებელი აქვს სარდაფში შენახული. მაგრამ თუ აღარ გათავდა სტუმრების მოსვლა და შენც კიდე დიდი სარდაფი არ აგაქვს და ზუსტად სარდაფს აპატარავებს, აი ეს შფოთვა და დეპრესიის დიდხნიანობა და შესაბამისად მე გამკლავება უჭირს. აი ამიტომ არის გამძლეობა ტკივილის მიმართ შემცირებული. და ზუსტად ეგ არის, როდესაც ჩვენ გულში ვიფიქრებთ, თუმცა მე თითქმის არასდროს არ ვეუბნები პაციენტს დააგვიანე მოსვლა. იმიტომ დააგვიანე მოსვლა, მაშინ კარგად იყავი? ხო, დავაგვიანე, მე რა ვქნა? იმიტომ დავაგვიანე, რომ რეკლამა გააკეთა ერთ-ერთმა სამეცნიერო დაწესებულებამ, რომ მე 5G, ეს 5G არ ვიცი რა არის, 3 განზომილება ვიცი და 5 განზომილებაში თავის გადაღება აღარ ვიცი რა არის. და 6ჯერ, 7ჯერ, 10ჯერ იღებენ თავს. არ ჭირდება, ყვება, მოთხრობითი დიაგნოზებია თავის ტკივილის დაძაბულობის და თავის ტკივილის შაგიკი. ეხლა თქვენ ბრძანეთ განსხვავება. განსხვავება ბრძანეთ, რომ ადვილია. კი, როდესაც აიგითხავ კლასიკურ დაუშვათ ფორმებს ადვილია, მაგრამ ცხოვრებაში ყოველთვის არ არის ადვილი, იმიტომ რომ შერწყმული ფორმებია. ისე კლასიკურად დაძაბულობის ტკივილის ტკივილი არის მოჭერითი, შაგიკის არის მფეთქავი. დაძაბულობა არ არის გულზიდვით დაღებინებით, შაგიკი გულზიდვით დაღებინებით არის. დიდად შეღონებას არ იწვევს, ოღონდ აქ უნდა სკოლიოში დავწეროთ თავიდან. შაგიკის დროს მკვეთრ უნარობას იწვევს ამ შეტევის ფარგლებში. ეს როგორც თქვენ ბრძანეთ, ძნელი მოსაყოლია, იმიტომ რომ ტკივა ან აქვს უსიამოვნო შეგრძნება, მაგრამ ნახოთ მაშინ ტკივილის განსაზღვრება რა არის? ტკივილის განსაზღვრება არის ტკივილიც, რომელსაც შენ დაარქვი და უსიამოვნო შეგრძნებაც თავის არეში. შესაბამისად, ის უსიამოვნო შეგრძნება, რომ მესუსხება თავი, ესეც თავის ტკივილში გადის. ანუ თავის ტკივილის მაშინ ექცევა, რა ქვია, განსაზღვრებაში, იმიტომ რომ არასასიამოვნო შეგრძნებაა. შაგიკს აქვს ასევე ისეთი
უნიკალური სიმპტომები, როგორიც არის ხმის ჩახლეჩა, ყურის ქავილი, თვალების წვა, ცრემლის დენა თვალიდან, ცხვირის გაჭედვა, თქნარება, მაგრამ ნახევარი თავი, რომლის გამოც შაკიკს ჰემიკრანია ქვია. ერთი 30-40%-ია ხოლმე. ან თუ არის ნახევარი, მერე მთლიანდება, ანუ ჰემიკრანიულიდან ჰოლოკრანიული, ანუ მთლიანი ხდება. და დაზაბული ტიპის თავისუფლი შეიძლება იყოს უფრო მეტად მარჯვენა მხარეს. და შაკიკიც აქედან დაიწყო, მაგრამ აქეთ გადავიდა, უკვე აღარ თვლიან, რომ ნახევარი თავისუფლია. შესაბამისად, თვითონ ტერმინი, რომელიც უნდა იყოს დიაგნოზის დაუშვათ გარანტიორი, ვეღარ არის გარანტია. თანამედროვე უკვე შაკიკოლოგიაში აღარ მიიჩნევა ნახევარი თავი უკვე შაკიკის ნიშნად. თუმცა თუ აქვს კი ბატონო დიაგნოზის სასარგებლოდ მეტყველებს, მაგრამ თუ არა აქვს, არ გამორიცხავს შაკიკს. ასევე არ არის აუცილებელი, სად არის რომელი დაავადებაა დღეს ნებისმიერ სპეციალისტთან რომ მიხვიდეთ და კითხოთ ზუსტად ისეთი როგორც ინსტიტუტში ასწავლეს, ეს შემთხვევები თითქმის აღარ არის, ან ძალიან ცოტაა. იმიტომ რომ გაფართოვდა საზღვრები, გაფართოვდა დაუშვათ დიაგნოსტიკური შესაძლებლობები, როცა ჩვენ კლინიკურის გარდა კიდე სხვა საშუალებები გვაქვს, რომ დიაგნოზი დავსვათ. კლინიკურის გარდა სხვა საშუალებები პარაკლინიკურიც არ მაქვს ხედველობაში. ამ შემთხვევაში ხედველობაში მაქვს საუბრის კულტურა წავიდა წინ. სიმპტომების იშვიათი სიმპტომები დაემატა. როდესაც აი ამ ხელა დიდი პოპულაციური კვლევები ჩატარდა, უკვე შეიცვალა თვითონ სადიაგნოზო პირობებაც იერსახე. და თან იმას დაემატა ექიმის გამოცდილება და გაფართოვდა საზღვრები. შესაბამისად, ადრე ჩვენ რაც გვეგონა, რომ აი ეს კლასიკური სიმპტომები უნდა ყოფილიყო, ნამდვილად მანდამაინც აურით და მანდამაინც ნახევარი თავის ტკივილი და მანდამაინც ფეთქავი, ყოველთვის არ არის. უფრო მეტიც პაციენტი ზოგჯერ დაფიქრდება, ფეთქავია თუ რაღაცა. აი აქ უცბად ექიმს უჩნდება ერთი აზრი. ხომ არ არის შერწყმული. ანუ რადგან ტკივილი ერთი ტკივილი მეორეს გზას უხსნის. ქურც რა უნდა და ბნელი ღამეო. კი ბატონო, შაკიკი მემკვიდრულია, მემკვიდრული განწყობის მქონე ავადმყოფობაა. მაგრამ შფოთვა და დეპრესიასაც აქვს მემკვიდრული განწყობა. საკმაოდ მაღალი. საკმაოდ მაღალი. შესაბამისად გამოდის, რომ თუმე შაკიკმა დამტანჯა, იქ აუცილებლად დაძაბული ტიპის თავისუფლი გაჩნდება. ანუ ცუდი ბიჭის აუცილებლად ტიპი. აქ ეს შემთხვევა, როდესაც შაკიკი თავისი დისკომფორტის ხანგრძლივობიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე აგენერირებს ფოთით პრობლემას და შფოთით პრობლემა მეორადად შეიძლება დაბრუნდეს, ასე თქვა, დღეს ყავდა პაციენტი, ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც უხსნი, რომ დაძაბული ტიპის თავისუფლი, რომ შაკიკი უკვე მოეხსნა, აღარ აქვს შაკიკის პრობლემა. და მაინც ტკივა, ხო, და ვაძლევდი წამალს, მათ შორის ანტიდეპრესანტს ერთ-ერთს და მოეხსნა საერთოდ ტკივილები აღარ ქონდა. მე ანტიდეპრესანტს დაანება თავი და გავიდა რამოდენიმე თვე და ისევ დაიწყო ტკივილი. ოღონდ შაკიკის არა, დაძაბული ტიპის თავის ტკივილი. ახლა მე უხსნი, რომ ამის მექანიზმები რა შეიძლება იყოს და უცბად დაუთხრა ხით-ხითი, რა იყო? რა და ვარჯიშობდიო. და ერთ-ერთმა ექიმმა ამიგზალა ფიზიკური დატვირთვა. როგორც ფიზიკური დატვირთვა გავაჩერეო, დამეწყო ის დაძაბული ტიპის თავის ტკივილი. ეხლა ესა რა ქვია, დედა მეუბნება. ბიჭო, ფიზიკურ იქო სპორტულ დარბაზშიო დადიოდაო, სულ 45 წუთი ვარჯიშობდა. მთელი დღე ფეხით დადისოდა. ისიც ხო ფიზიკური ვარჯიშია, რატო დაეწყო? ხა რაშია საქმე? ცდარი დასკვნების საფუძველი არის, როდესაც რაღაცის მაგალითად გუდაურში მე თუ ცუდად ხვდები, აუცილებლად დააბრალებენ, რომ გუდაური მაღლაა. მაგრამ სხვა ფიზიკური და ემოციური განწყობაც ხო არის. გუდაურში და ბათუმში განსხვავებული. მე თუ ბათუმში უფრო კარგი სამეგობრო მყავს, იმ ზღვის დონიდან რომ 0 იმაზე ვარ, სიმაღლეზე, ხო? ის კი არ მშველის, ის კარგი ფსიქოლოგიური განწყობა შველის, ჩემი კარგი სოციალიზაცია მშველის იქა და აუცილებელი არ არის ეს იყოს სიმაღლეზე დამოკიდებული. იქ სპორტ დარბაზში რო დადიოდა, ამბიც სიამოვნებდა, სიკეთეს იღებდა, სიხარულს იღებდა, მისი გუნდი იყო, მისი ამხანაგები იყო. სწორი სეროტონინი გამომუშავდა. სწორი სეროტონინი გამომუშავდა. ნაკლები ადრენალინი და სტრეს ჰორმონები. და ეხა დადის და მისჯილი აქვს სიარული. და პროტესტი აქვს ამ სიარულის მიმართ და შესაბამისად ეკვივალენტური ფიზიკური დატვირთვა, მაგრამ დაძაბულობის ტიპის ტკივილი წამოვიდა. ძალიან საინტერესოა, მეც შემიძლია ეს მაგალითი
მოვიყვანე, როდესაც ადამიანი მოვიდა შფოთვის და უძილობის პრობლემით და მიუხედავად ჩაკითხვისა, გამოკითხვისა, ჩივილების, რატომღა თვითონ ჩათვალა, რომ ტკივილთან დაკავშირებით თავის არ უნდა ეთქვა, იმიტომ რომ მან ჩათვალა, რომ ეს ჩვენ სფეროსთან და ამასთან შეიძლება კავშირში არ ყოფილიყო. არაფრით არ თქვა და მას შემდეგ რაც მოვაწესრიგე ძილი, შფოთვა, შესაბამისი კურნალობით, ანუ მეორე ვიზიტზე მეუბნება, რომ ექიმო ეს რა წამალი დამინიშნეთ. ესეც ორი წამალი ქონა ძილის და დეპრესანტი. ეს ალბათ თავის ტკივილის წამალსაც შეიცავდაო, იმიტომ რომ ის თავის ტკივილი, რომელიც ძალიან მაწუხავდა, მაგრამ მე მეგონა რომ ხოლდახოლ ტკივილგამაყუჩებლებით, ანუ ფიზიკური პრობლემა იყო, რომ ალბათ ეს წამალი შეიცავს. ანუ მისთვის ასე ვთქვათ, მან აღმოაჩინა, თუმცა მე რა თქმა უნდა ეს ყველაფერი აუხსენინა ეს კავშირი და მისთვის გასაგები გახდა და ეს არის ერთ-ერთი მაგალითი. ალბათ ჩვენი დღევანდელი გადაცემის ბოლოსთვის ალბათ კარგი იქნება, რომ გარკვეულწილად რეკომენდაციების, ასე ვთქვათ, შესახებ ვისაუბროთ, თუ რა პრევენტული ღონისძიებები არის კარგი იმისათვის, რომ ჩვენ თავიდან ავიცილოთ ზოგადად თავის ტკივილის და დაძაბულობის თავის ტკივილის წარმოქმნა, ან არსებული ტკივილის დროს რა ეტაპზე როგორ შეიძლება ჩავერიოთ, იმიტომ რომ როგორც ჩვენ საუბრის დასაწყისში თქვენ ახსენეთ ბატონო გოგიტა, ხშირად საერთოდ თავის ტკივილი, ანუ ყველა რაღაცა წუხილი თქვათ, ეს ხდება მაღალი ტემპერატურა თუ ეს იქნება ტკივილი, ეს არის გაფრთხილება, ეს არის დამცავი მექანიზმი, რომელიც, იმიტომ რომ ორგანიზმს უამრავი ასეთი მაკომპენსირებელი მექანიზმი აქვს, მაგრამ დაავადება რეალურად რა არის? დაავადება ჩვენ ყოველთვის გონია, რომ რაღაც გარედან მოსულია და ეს ხშირ შემთხვევაში გარედან მოსული არ არის როგორც ვირუსი ან ბაქტერია. იქაც კი ჩვენი შინაგანი იმუნიტეტი გადამწყვეტია და არა მარტო ბაქტერია და ვირუსი. ანუ რეალურად არის ჩვენი დამცველობითი, ჩვენივე მექანიზმების არევა და ის ჰარმონიულობის დარღვევა და არა ის, რომ ჩვენ სადღაციდან ჩამოვარდა ან კონკრეტული ფაქტიდან შეხვდა ესა თუ ის დაავადება. ამიტომ იგივე მაგალითად ჩვენ შეიძლება გვაფრთხილებდეს ჩვენი თავის ტკივილი, რომ ჩვენ მაგალითად ზედმეტად მუშაობთ, ანუ ვერ ვახერხებთ შესაბამისად დასვენებას, რელაქსაციას, ხო, ბერნაუტს რასაც ეძახიან. მაგრამ ჩვენი ცხოვრება გვაიძულებდეს, რომ ესე მოვიქცეთ, ხო, ესეა. ამიტომ მაშინ, როდესაც ჩვენ ამ ორ კავშირს ერთმანეთთან ვიპოვით და ამის ინფორმაცია გვექნება, ალბათ ადამიანი გააკეთებს სწორ არჩევანს. რა ურჩევნია? იცხოვროს ისე ვისე გააგრძელოს ზედაძაბული მუშაობა და ქონდეს თავის ტკივილი, თუ რაღაცნაირად შესვალოს თავის ცხოვრების წესი და მოიხსნას ის სიმპტომი, რომელიც მას იმ ცხოვრების ხარისხში, რომელთაც ერთი მხრივ შეიძლება კმაყოფილია, მეორე მხრივ რეალურად მას ანუ რასაც ქვია კეთილდღეობა, ხო, well-being-ი იმას სერიოზულად აკარგინებს. აი რეკომენდაციებთან დაკავშირებით თქვენ როგორც თავის ტკივილის გამორჩეული სპეციალისტი, რა თქმა უნდა, რას მისცემდით ჩვენ? რა თქმა უნდა, ჯერ ერთი მიუხედავად იმისა, თითქოს ერთი შეხედვით ძადვილი გასარჩევია თავის გასარჩევია სადიაგნოზო პირობებით, მაინც ალბათ ექიმის კონსულტაცია საჭიროა, როდესაც ახლა თუ 1000-ში ერთხელ თავი ატკივდა, მიიღო ტკივილდამაყუჩებელი და მე მთელი წელიწადი არ გაახსენდა ეს თავის ტკივილი და არ გაიხსენა თავის ტკივილმა, მაშინ შეუძლია საერთოდ არც მივიდეს ექიმთან. მაგრამ მთავარი არის ეს, როდესაც სისტემატიური ხასიათი მიეცემა. და ვიდრე არსებობს ნათელი პერიოდები, როდესაც უკვე ერთი მეორეში აღარ გადადის და უკვე აზვირთებულია, ის არის ძნელი, თორე როცა ამოგასუნთქებს თავის ტკივილი, იქ ყოველთვის კარგი შედეგია. მაგრამ როდესაც უკვე აზვირთებულია და როდესაც ტალღას მოსდევს, იქ ძნელია, ხო? შესვლაც ზღვაში და გამოსვლაც ზღვიდან. და ტკივილიდან თავის დახსნა ძნელია, იმიტომ რომ გატრიალებს თავის ნებაზე ეს ქრონიკული ტკივილი. ერთი შეტევა მთავრდება, მეორე იწყება, მეორეს მესამე მოსდევს და უკვე აი ზღვასავითაა, რომელიც ღელავს და აღარ წყნარდება. გასთავარია დროული დიაგნოზი და თვითმართვა არის მცირე ნიუანსების განსხვავება, არის ამოცნობა ტრიგერების.
რამ გამოიწვია კონკრეტულად იმ დღეს შენი ცუდად ყოფნა? შიმშილმა, გადაძაბვამ, ღამის თევამ, ბევრმა დაუშვათ ინტელექტუალურმა სამუშაომ, ერთი და იგივე დაუშვათ გამღიზიანებელმა ხმაურმა თუნდაც, ხო? შეხვალ მაგალითად დაწესებულებაში, სადაც ძალიან ხმაურობენ. ან დაუშვათ გასართობ დაწესებულებასაც კატასტროფული აუტანელი სიტუაცია. თუ წეს ეს ხმაური არ უნდა წახვიდე იქ, ხო? ანუ თუ იცი აღმოაჩინე რა მოქმედებს ცუდად, რა არის წამქეზებელი შენი თავის კიბილი, შეგიძლია იმას შენ თვითონვე მოერიდო. საერთოდ ჯანსაღი ცხოვრების წესი ეს უნივერსალურია. მე მაგალითად ჩემ პაციენტებს არაფერს არ უშლი. ვეუბნები რომ გააკეთეთ რაც გინდა, თქო გააკეთეთ დასკვნები. იწვევს ალკოჰოლი თავის კიბილს, მაშინ მაცალეთ, ჯერ გიმკურნალებთ, მერე მოვსინჯოთ, დაუშვათ ერთი ტესტი გააკეთეთ. თუ არა გატკიათ ისევ თავი, მაშინ მიიღეთ ზომიერად, დაუშვათ კვირის ბოლოს, სამუშაო კვირის ბოლოს ძალიან ისეთი კულტურულად მიირთვით. აბა რისთვის არის ადამიანს სულ შენი რეკომენდაციები რო ედოს თვალწინ. რეკომენდაცია ადვილიც უნდა იყოს ამავე დროს. მაგრამ პრინციპული არის ის, როდესაც ვერ თანხმდები პაციენტთან პრევენციის საჭიროებაზე. თქვა ტკივილდამაყუჩებელზე შხამი რომიც არ წაიკითხავს ინსტრუქციას დალევს პირდაპირ. აი სუფრაზე რომ მიაწოდოს მაგალითად, ეს ამერიკიდან გამომიგზავნეს. უკვე დალეული რო კონდეს ეს წამალი სამჯერ დილიდან, კიდე მეოთხეჯერ დალევს. არ წაიკითხავს, არც კითხავს რა არის. მაგრამ როდესაც შენ ეუბნები რომ მე უნდა გიმკურნალო, აუცილებლად იმის ინსტრუქცია უნდა ნახო და ინსტრუქცია ხო ეს იურიდიული დოკუმენტია, რომლითაც ფარმაცევტული კომპანია იმართლებს თავს, მე ნუ რაფერს დამაბარებ თქვენი ექიმს დააბრალეთ, მაგან დაგინიშნათ ეგ წამალიო. რეალურად ერთ-ერთ დიდ კონგრესზე გამოვედი სიტყვი და ვთქვი, ჩემი ნება რო იყოს, საერთოდ ინსტრუქციებს ამოვიღებდი კოლოფებიდან მეთქი. ნუ კოლოფებიდან ეხლა რაღაცა შეიძლება დამატებითი ბარიერი იყოს, რაღაცა გაფრთხილების და ინფორმაციული ჭამის წინ მიიღო თუ ჭამის შემდეგ თუ არ შეიძლებაოდეს გრეიპფრუტის წვენთან თუ რაღაცა, მაგრამ ძირითადად ჩვენ დარგში ცუდისმეც არაფერს არ აკეთებს ინსტრუქცია. იმიტომ რომ ცუდს ვეძებთ როგორც წესი ინსტრუქციაში, თუმცა ესეც რომ მივაწოდოთ ინფორმაცია, ანუ ეს წამალს რო უწერია რაღაც არასასიამოვნო გვერდითი მოვლენა, ესე იგი ეს ერთი ზოგჯერ პირიქით ეს გვერდითი მოვლენები ზოგჯერ პოზიტიურად არის ხომ გამოყენებული, მაგალითად ჩვენ ვიცით ალერგიული წამალი სუპრასტინი ყოველს გაგვიგია, მას აქვს სედაციური ეფექტი, ანუ საძილე და დამამშვიდებელი. ანტიალერგიული საშუალებები ოდითგანვე იხმარებოდა საძილე დღემდე გამოყენებაშია. დღემდე გამოყენებაში არაერთი სხვათა შორის. მეორეც ეს გვერდითი ეფექტი იქ წერია, რომელიც შეიძლება შეგხვდეს უიშვიათესად, შეიძლება 100,000 ან მილიონ შემთხვევაში. და მესამეც ის ყველა გვერდითი ეფექტი გათვლილია იმაზე, რომ ყველაზე მაღალ დოზაზე შეიძლება გამოვლინდეს. დოზა ეგ ძალიან კარგია, ეგ შეეხეთ მაგას. აი მაგალითად ანტიდეპრესანტს აღარ შევეხეთ, ანუ უწერია, რომ პოლაქტინის რაოდენობა შეიძლება გაზარდოს, რომელიც არის უიშვიათესი გამოვლენა, ისიც მაღალ დოზებში არასწორად გამოყენების დროს. და უფრო მეტიც და პირიქით ის დაავადება მოწევს, როდესაც შფოთვის გამო პოლაქტინი მომატებულია. ზოგჯერ პირიქით, ზოგჯერ არის ხოლმე ზუსტად ის ავადმყოფობა, რომლის სამკურნალოთაც დანიშნა ანტიდეპრესანტი, თვითონ იზრდებს პროლაქტინის დოზის მომატებას. და თან რაღაცა ამ პროლაქტინზე ჭირთ გაგიჟება. ეს შაქარი ხო არ არის, რომ 10 ერთეულით მომატებას დიდ ამბავს ნიშნავდეს. ის იმის მიხედვით იმატებს, რამდენად სტრესული ადამიანია. და შესაბამისად, დატაკება და პირდაპირ ჩამოწევა, სიტყვაზე ვთქვათ, სულაც არ არის. ხო, მე საერთოდ ხინჯი უფრო ამახსოვრდებათ ხოლმე. ვიღაცას გვერდითი მოვლენა დაემართება და თან იმას კი არა აჩინები, როცა ადამიანი შფოთავს, იმას ალერგიაც უფრო ხშირი აქვს. თუმცა ალერგიაში არის თავად იმუნოკომპლექსების დაუშვათ პოხიერი უჯრედები, რომლებიც თავად გამოიმუშავებენ იმ ალერგიულ პროდუქტებს. და ამ დროს არის კიდე ფსიქოგენია, უზარმაზარი ფსევდოალერგიების დიდი დაუშვათ ჯარი დგას. და რატო არის რომ შფოთვარი ადამიანს ყველა უკუჩვენება მომცა? ამ დროს უკუჩვენება ამ დასახელებაში თვითონ თავისთავად ასე ისეთი კულტურული ადამიანი მეტყვის, რომ წამალმა უკუჩვენება მომცა. უკუჩვენება რას ნიშნავს, რომ ჩვენ ამისთვის არ არის ნაჩვენები, ეს არის ექიმის პრეროგატივა. და ექიმად თუ დაგინიშნა და უკუჩვენება არ გაითვალისწინა, ეს შეიძლება ცოტა დანაშაულამდეც მივიდეს, ეს შეცდომაც აღარ არის უკვე, შეცდომაზე მეტია. მაგრამ წამლის გვერდითი მოვლენა ორგანიზმის და ამ წამლის პირადი საკითხია.
და შესაბამისად ძალიან კარგად ძანეთ ის რომ იქ წერია მაქსიმალურ დოზებზე ყოველთვის ინსტრუქციაში და ნებისმიერი ჩვენ ხო ალერგიული ამ შემთხვევაში გართულებებზე არ ვლაპარაკობ ჩვენ საუბრობთ იმ გვერდით მოვლენებზე რომლებიც ფსიქოტროპულ წამლებს ახლავს ფსიქოტროპული ნებისმიერი ნევროლოგი იქნება თუ ფსიქიატრიული პრეპარატი ესე ვთქვათ ანუ ის წამლები რომლებიც გამოიყენება ჩვენ დარგებში ყველა არის დოზაზე დამოკიდებული რო უწერია პირის სიმშრალე ამ რაღაცა ერთ პრეპარატს იმის მიათეთ დოზას მე ვეუბნები ჭერი იცი რამხელა მაგალითად აი ამ პრეპარატის არის 600 მილიგრამი მე გინიშნავ 25-ს ალბათ ხვდები რომელ წამალზე ხო კოტიაფიზე გასაგები ხო და 25-ს 50 და შესაბამისად იმას თუ მე თუ 12 ჯერ ნაკლებს ნიშნავს ხო რა თქმა უნდა შენ ნუელოდები იმ გვერდით მოვლენას და მაგრამ როდესაც წაიკითხა გვერდით მოვლენა შენ კი არ ელოდები შენ უკვე ეს ნოცებო ეფექტი ქვია ხო ამას ანუ შენ უკვე შენ თავს იზიანებ შენ შთააგონებ შენ თავს რომ ის გაქვს და ყველა ერთად რომელიც შეუძლებელია ყველა გვერდით მოვლენა კონდეს ერთ ადამიანს და წყენდეს 5-დან 4 შენს მიერ დანიშნული წამალი ესეც რეაქცია მომცა დედა როგორ დედა რეაქცია მომცა რა იყო პირი გაგიშრა კი ბატონო შევამციროთ დოზა არაფერი 3 დღეში გაგივლის მაგრამ იცი რა არის თუ კარგი კონტაქტია პაციენტთან საბოლოოდ პაციენტები რა ხვდებიან რომ მტრები ხო არა ვართ და შესაბამისად ძალიან კარგად მოქმედებს იმის ახსნა რომ არა უშავს ამ წამალმა იცის ინფორმირება არის ყველაზე სწორი კავშირი ექიმის და პაციენტ შორის თუ ამის დრო და საშუალება არის აი ამაზე კარგი არაფერი არ არის ანუ ჩვენ ესე იგი ჩვენი რეკომენდაციები რაღაც ძალიან მოკლედ რომ მაინც შევაჯამოთ ეს არის პრევენტული ღონისძიებები რაზეც ვისაუბრეთ პირველი არის სწორი დიაგნოზი თუ საჭიროა უკვე პრევენციის დაწყება ტკივილ გამაყუჩებლების უგზო-უკლოდ მიღების კონტროლი და კატეგორიულად შეზღუდვა კატეგორიულად ცხოვრების ჯანსაღი სტილი მათ შორის განსაკუთრებით ძილღვიძილის ციკლის მოწესრიგება ანუ დღეს დაიძინე ხვალ გაიღვიძე უნდა უთხრა პაციენტს ხვალ ნუ იძინებ ხო წყლის დალევა წყლის სითხეების მაგრამ განსაკუთრებით წყლის რომელიც აუცილებელია სხვა რომელიც კურნალობის ნახევარზე მეტია ჩვენი დიდი ქარხნის ორგანიზმის 98% წყალია ამიტომ ისი ნაკლებობა გავლენას ახდენს ანუ ზედმეტად დაძაბული ალბათ გრაფიკის რაღაცაზე ვარი უნდა თქვა კი ბატონო თუ ატყობ რომ ის ძალიან სტრესულ სიტუაციაში გაქცევს და არ გრჩება რა ფიქრისთვის დრო არ გრჩება მოსვენებისთვის დრო არ გრჩება ჯობია რაღაცა დაიკლო ან რამოდენიმე სამსახურში მუშაობენ არის ზოგიერთ სპეციალობა სადაც უკვე მათი ანალიტიკური დაუშვათ აზროვნებაა ძირითადად მაგალითად ну თქვათ ბუღალტრები 5 ორგანიზაციის ბუღალტრები არიან და შესაბამისად 5 დაწესებულის ხელმძღვანელთან უხდებათ კამათი რაღაცების მოთხოვნა შესაბამისად მძიმე სამუშაოა ძალიან და თუ შეხედევ რომ თავი აგატკივა ამდენმა მუშაობამ -1 ჯობია იმიტომ რომ მე ის უკან დაგხევს ისე ქრონიკული თავის ტკივილი რომ ჯობია დროზე თქვა ვარი მე-5 ხელფასზე ვიდრე 5-ვე ხელფასი დახარჯო მე ექიმებთან 5-ვე ხელფასი არ უნდა დახარჯოთ ძალიან დიდი მადლობა ბატონ გოგიტა ასეთის სტუმრობისთვის საინტერესო საუბრისთვის და თქვენ მოგეხსენებათ ჩვენ დავაფუძნეთ ძალიან საინტერესო კლუბი ეს არის ექსპერტები მენტალური ჯანმრთელობისთვის რაც გულისხმობს იმას რომ ის ბევრი სპეციალობის სხვადასხვა სპეციალობის ადამიანები არა მარტო მედიცინის დარგებიდან რომლებსაც პირდაპირ თუ არაპირდაპირ აქვთ შემხებლობა მენტალურ ჯანმრთელობასთან აი ჩვენი ინიციატივით მე ძალიან მოხარული ვარ და ძალიან დიდი პატივია რომ ეს ადამიანები ვიკრიბებით ერთად და ვიმსჯელებთ დღესა და მომავალში რომ ჩვენ ერთად კიდევ უფრო ეფექტიანად ერთმანეთთან თანამშრომლობით პატივისცემით ერთმანეთის დახმარებით კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ზოგადად მენტალური პრობლემების მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში და დიდი პატივია ჩემთვის რომ თქვენ
ასე ვთქვათ, აგირჩიოთ და მოგიჭიოთ ამ კლუბის საპატიო წევრად. ჩემთვის დიდი პატივი იქნება და მიხარია რომ ეს დასავლური აზროვნება, ეს კლუბური დაუშვათ. თუმცა არაფორმალური კლუბები ყოველთვის იყო საქართველოში, მაგრამ პროფესიული კლუბის ასეთნაირად ფორმირება მე ძალიან მოხარულია და დიდი სიხარულით არათუ მივიღებ ამ დაუშვათ ჯილდოს, ჩემთვის ეს ჯილდოა წევრობა, არამედ ვეცდები რომ ერთ-ერთი დაუღალავი წევრი ვიყო და მუშაკი და ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რათა ის დაკარგული ღირსება, რომელიც იყო, როდესაც ერთმა ადამიანმა ყველაფერი ცოდა შეუძლებელია დღეს, შევოსოთ იმით, რომ ვიყოთ ერთად, რომ პაციენტს მივაწოდოთ ყველაფერი, რამე თუ ყველაფერი არც ერთმა ადამიანმა არ იცის, მაგრამ ისიკეთები, რაც არის სხვა სპეციალობებში, ყველაფერი მოხმარდეს პაციენტს და მაშინ პაციენტი დარჩება მოგებული. და მაშინ იქნება აი ჩვენი ძირითადი მიზანი ზუსტად პაციენტზე ორიენტირება, რაც არის ჩვენი მიზანი და ჩვენი ურთიერთობის შედეგი რა არის და სურვილი ეს იქნება წარმატებული და გამარჯვებული. უღრმესი მადლობა. დიდი მადლობა. გოგიტა. შემდეგი გადაცემის თემა მინდა ასე ვთქვათ დავანონსო. არანაკლებ მჭიდრო კავშირში მენტალურ ჯანმრთელობასთან დღევანდელ საუბარშიც ვახსენეთ, ეს იქნება აღიზიანებული ნაწლავის სინდრომი და მენტალური ჯანმრთელობის კავშირში და დაველოდოთ შემდგომ გადაცემას და შემდგომ სტუმარს. ის დაკარგული ღირსება, რომელიც იყო, როდესაც ერთმა ადამიანმა ყველაფერი ცოდა შეუძლებელია დღეს, შევოსოთ იმით, რომ ვიყოთ ერთად, რომ პაციენტს მივაწოდოთ ყველაფერი, რამე თუ ყველაფერი არც ერთმა ადამიანმა არ იცის, მაგრამ ისიკეთები, რაც არის სხვა სპეციალობებში, ყველაფერი მოხმარდეს პაციენტს და მაშინ პაციენტი დარჩება მოგებული. და მაშინ იქნება აი ჩვენი ძირითადი მიზანი ზუსტად პაციენტზე ორიენტირება, რაც არის ჩვენი მიზანი და ჩვენი ურთიერთობის შედეგი რა არის და სურვილი ეს იქნება წარმატებული და გამარჯვებული. უღრმესი მადლობა. დიდი მადლობა. გოგიტა. შემდეგი გადაცემის თემა მინდა ასე ვთქვათ დავანონსო. არანაკლებ მჭიდრო კავშირში მენტალურ ჯანმრთელობასთან დღევანდელ საუბარშიც ვახსენეთ, ეს იქნება აღიზიანებული ნაწლავის სინდრომი და მენტალური ჯანმრთელობის კავშირში და დაველოდოთ შემდგომ გადაცემას და შემდგომ სტუმარს.